მნიშვნელოვანი მომენტი არის რისი მომსწრენიც ვართ და მიხარი რომ პირადადაც ამის მომსწრე ვარ. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ხდება წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური ირმის აღდგენა ალგეთის ტერიტორიაზე, ეროვნულ პარკში, სადაც 80 ჰექტარამდე ტერიტორია, რომელიც მისცემს საშუალებას რომ ეს სახეობა, რომელიც წითელ წიგნში არის შეტანილი, გამრავლდეს და ფაქტობრივად ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდის პირველი ასეთი მასშტაბური პროგრამა ხორციელდება, რომლის დასაწყისიც იქნება ალგეთის ეროვნულ პარკში, თუმცა მიხარია რომ სამინისტროს დაგეგმილი აქვს ამის გავრცობა სხვა ეროვნულ პარკებში. ეს არის ნაწილი სხვადასხვა სახეობების აღდგენისა, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი არის რომ ის სიამაყე ჩვენი ქვეყნის რაც გვაქვს ჩვენი ბუნება, ფლორა, ფაუნა შევინარჩუნოთ იმ სახით როგორიც არის და აღვადგინოთ რაც მთავარია იმ სახით რომელიც ჩვენამდე მოიტანეს. მნიშვნელოვანი პროექტი არის ჩვენი ვალდებულება არის რომ ის ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, გადავწყვეტ შედგომთავობებს, შესაბამისად ამისთვის სამინისტრო აიხორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომლის მომსწრეების დღეს ვართ, მოგეხსენებათ, რომ ალგეთში გაიხსნა კავკასიური ირმის საშენი, ფაქტობრივად დღევანდელი ამ კავკასიური ირმების გაშვებით საფუძველი ჩაიყარა იმ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, რომელიც გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ირმები დაიწყო აღდგენა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახეობებთან ვიღებთ მსგავსი პროგრამები და შესაბამისად ვახორციელებთ მაქსიმალურად იმ ბიომრავალფეროვნების და იმ ბუნებრივი სიმდიდრის აღდგენას, რომელიც ჩვენს ქვეყანას მრავლად გააჩნია. ამჯერად ვიმყოფებით რეინტროდუქციის მეორე ეტაპზე. პირველი ეტაპი ეს გახდათ, როდესაც დავიწყეთ ტყვეობაში გამრავლება და ეს იყო 10 წლის წინ. 10 წელი დაჭირდა რომ ეს შესაბამისი პოპულაცია შეგვექმნა ტყვეობაში და ახლა ვართ მეორე ეტაპი, რომელსაც უკვე ქვია, ასე ვთქვათ, უშუალოდ რეინტროდუქცია და ჩვენ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ რეინტროდუქციის რბილ მეთოდს, ან თანდათანობითი გაშვების მეთოდს. ამიტომ გადმოვიყვანეთ პირველი ჯგუფი ირმების, ახლა ნელ-ნელა უნდა დაუმატოთ და რჩება კიდევ მესამე და მეოთხე ეტაპი. როგორც წესი რეინტროდუქცია ეს არის განსაკუთრებით, როცა ცხვირ ძუძუმწოვრებზეა ლაპარაკი, მათ აქვს გამრავლების სისწრაფე ძალიან დაბალი, ამიტომ წლები ჭირდება, როგორც წესი, რომ მივახციოთ იმ რაოდენობას, როცა უშუალოდ უკვე აქედან ტყეში გადავლენ, მაგრამ თვითონ ვოლიერის პირობები ქმნის ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ აქაც თვითონაც ჩამოყალიბდეს ერთი პატარა პოპულაცია, ასე რომ ფაქტიურად ისინი დავაბრუნოთ ველურ გარემოში უკვე. კავკასიური ირემი სამწუხაროდ ძალიან შემცირდა მთელ სამხრეთ კავკასიაში. ევროპაში ბევრია, შეიძლება ვიღაცამ თქვას, იყიდე, ჩამოიყვანე, მაგრამ არა, ის სხვა ირემია. კავკასიური ირემი არის განსაკუთრებული ქვესახეობა. სომხეთში პრაქტიკულად არ იყო და დილიჟანში გახსნეს ზუსტად მსგავსი ირმისაშენი, აზერბაიჯანში ითვლიან 8 სალამდე, ჩვენთან ითვლიან 1200-დან 1500 სალამდე. არა მარტო ბოლო 30, ბოლო 60 და 70 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ უკვე საბჭოთა პერიოდშიც ირემი იყო ძალიან შემცირებული და ბოლო 30-ში კიდე შემცირდა, პრაქტიკულად საქართველოში გადაშენების გზაზე დადგა. მარტო მხოლოდ ეს დაცული ტერიტორია, ალგეთის დაცული ტერიტორია 8000 ჰექტარზე მეტია და აქ სავსებით შეიძლება იყოს 800-დან 1000 ერთეულამდე რაოდენობის პოპულაცია. დაცული ტერიტორიების მთავარი ამოცანა არის ქვეყნის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების დაცვა, კონსერვაცია, აღდგენა. დღესაც მხოლოდ ამ ამოცანების შესასრულებლად მსგავსი პროექტი განხორციელდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, ისტორიული დღე შეიძლება ითქვას. ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს და ჩვენ მომავალშიც ვფიქრობთ, რომ მსგავსი ღონისძიებები განხორციელდეს ქვეყნის მასშტაბით და ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ბიომრავალფეროვნების აღდგენისთვის. წლებია, აწლეულებია მსგავსი ღონისძიებები არ ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. ერთი ღონისძიება განხორციელდა ვაშლოვანში ქურციკების გაშვების. ეხლა არის ეს მეორე ღონისძიება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ბიომრავალფეროვნების აღდგენისთვის.